სახელითა მამისათა, დაცისათა, დასულისა, წმინდისათა. მოგესალმებით, მეგობრებო ყველას, ბიბლია ყოველ დღე. გთავაზობთ 2026 წლის სააღდგომო მარხვის, ვთქვათ, კალენდარს. მეგობრებო, აღდგომის მარხვა იწყება 23 თებერვალს და დასრულდება 12 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით. აღდგომის დიდ მარხვის წინ უსწრებს, ესე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდი და უკვე ესე იგი 1 თებერვლიდან, ანუ 1 თებერვალს კვირა არის ეს მეზვერისა და ფარისევლის კვირა. 1 თებერვლიდან ახლა იწყება. ანუ 2 თებერვლიდან 9 თებერვლამდე არის მსგებსი, ანუ ხსნილია, ხო, ოთხშაბათი და პარასკევი ჩათვლით. 8 თებერვალს, ანუ 8 თებერვალი კვირა, უძღების შვილის კვირა. 9 თებერვლიდან 16 თებერვლამდე არის ხორციელის კვირა, ოთხშაბათი და პარასკევი მარხვა. 15 თებერვალი, ანუ საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე და მირქმის საუფლო დღესასწაული არის. 16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით არის ყველიერის კვირა, ანუ რას ნიშნავს ეს ვიცით ხო, ვიც არ ეცით, ანუ მთელი კვირის ესე იგი ამ მანძილზე დასაშვებია მხოლოდ რძის ნაწარმი, ну, კვეცხი, ესე იგი და ასე შემდეგ, ხო? ყველი და შემდეგ ყველიერის სამშაბათ საღამოს, ეს არის 17 თებერვალი, ანუ ოთხშაბათ დილის 18 ხუთშაბათ საღამოს, 19 და პარასკევს დილით, ანუ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. მეგობრებო, ეს 22 თებერვალი არის ადამის 64-დან განდევნის კვირა, ანუ ესე იგი მიტევების კვირა, უნდა ყველას შეუნდოთ, ვაპატიოთ, მიუტევოთ და მარხვა იწყება. ზუსტად ჩვენ მარხვაში უნდა შევიდეთ, აი ზუსტად ასე, რომ ვიზეც ნაწყენი ვართ ჩვენ. რა მნიშვნელობა ჩვენზე არის ნაწყენი, თუ ჩვენ ვართ ნაწყენი, ესე იგი ყველა იმ ადამიანს უნდა მიუტევოთ გულით უნდა მიუტევოთ და რომ ესე იგი წყენა გვაქვს, თუ გაბრაზებულები ვართ, აუცილებლად მიუტევოთ და აი ასე ვთქვათ, შევიდეთ დიდ მარხვაში. 22 თებერვლის, ანუ საღამოდან იწყება ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა, ანუ მთელი მარხვის მანძილზე, ესე იგი იკითხება და ვნების შვიდეულის ოთხშაბათ დღეს ჩათვლით. ანუ კვირა საღამოდან პარასკევის დილის ჩათვლით. კიდევ ერთხელ, კვირა საღამოდან პარასკევის დილის ჩათვლით. 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი ეკლესიაში, ხო? ნუ თუ ვიც თქვა ვერ მოახერხებს ამა თუ სერიოზული მიზეზის გამო თქვა მისვლა ეკლესიაში, შეუძლია რა თქმა უნდა სახლში წაიკითხოს კანონი, ანუ შაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ჩათვლით. ესე იგი 1 მარტი მარხვის პირველი კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი. 8 მარტი მარხვის მეორე კვირა, წმინდა გრიგორი პალამას ხსენების დღე. 15 მარტი ანუ მარხვის მესამე კვირა, ეს არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. 22 მარტი მარხვის მეოთხე კვირა, წმინდა იოანე კლემაქსის, ანუ იგივე კიბის აღწერელის ხსენების კვირა. 28 მარტს არის ესე იგი შაბათი, ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი, ასე ვთქვა და 29 მარტი, ესე იგი მარხვის მეხუთე კვირა, მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე და 4 აპრილი, ესე იგი ეს იქნება ლაზარეს შაბათი, ხსნილია თევზით.
5 აპრილი მარხვის მე-6 კვირა არის ბზობა, ანუ იგივე ბაიაობა, უფლის დიდების შესვლა იერუსალიმში ხსნილი ათევზით. 7 აპრილი ხარების დიდი დღესასწაული ხსნილი ათევზით. 6 აპრილიდან 12 აპრილამდე ვნების კვირეულია. 9 აპრილი დიდი ხუთშაბათია, საიდუმლო სერობა და 12 ვნების სახარების კითხვაა, მეგობრებო. 10 აპრილი დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი, ხო, უფლის გარდამოხსნა და მოკლედ ასე. მეგობრებო, მარხვის პერიოდში მიცვალებულთა ხსენების დღეებია. ხორციელი შაბათი 14 თებერვალი, დიდ მარხვის მეორე შაბათი 7 მარტს, დიდ მარხვის მესამე შაბათი 14 მარტი, დიდ მარხვის მეოთხე შაბათი 21 მარტს. უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულისა. მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ, რომ მე აუცილებლად, ასე ვთქვათ, მთელი მარხვის განმავლობაში ავტვირთავ ხოლმე ვიდეოებს და ანუ შესაბამისად, რა თქმა უნდა, დიდ მარხვა იქნება და რომელიც ესე იგი წმინდანის ხსენების დღე იქნება, თუ ეს იქნება კითხვები, შეუნდის ხოლმე WhatsApp-ში, ანუ პირად ესე იგი და ასევე YouTube-ზე რაც მოდის, ესე იგი შემოდის კითხვები. მოკლედ, ვაგროვებ ხოლმე, ამას შევაგროვებ და მე უპასუხებ ხოლმე ერთ ვიდეოში. ასევე, რა თქმა უნდა, შაბათი დღე იქნება თუ კვირა დღეს, რომელიც იქნება მე შესაბამისად ყველა, ესე იგი, მთელი მარხვის პერიოდში აუცილებლად რაც შეიძლება ბევრ ვიდეოს ავტვირთავ, შეძლების დაგვარა და აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ვიდეოები და ღმერთმა მოგწეთ ძალა თქვენ, მე, სულ ყველას, რომ ესე იგი, ესე ვთქვათ, დავიცვათ მარხვა პირველ რიგში სულიერად და რადგან პირველ რიგში სულიერად არის, უხალე ჩვენ გულს უყურებს, თორემ ხო იცით, როგორც ვამბობ ხოლმე ხშირად მარხვის პერიოდში მით უმეტეს დიდ მარხვაში შეიძლება ხორცი არ ჭამო, მაგრამ შეიძლება მეზობელი შეჭამო, ესე იგი ისე გაბრაზებული იყო და ამიტომ პირველ რიგში უნდა ჩვენ ესე იგი მარხვა რა არის? მარხვა პირველ რიგში უნდა ის გართობების რაღაცა ჩვენი რაღაც სიამოვნებები მოვიკლოთ კი არა, საერთოდ გავაუქმოთ და მთელი მარხვის განმავლობაში ვიფიქროთ სინანულზე, რაც შეიძლება მეტი ვილოცოთ, ასე ვთქვათ, გავაძლიეროთ ლოცვები, რომ მეტი ვილოცოთ, რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება და ვეზიაროთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. აბა გაიხარეთ. მამა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასაძე და პური ჩვენი არსობიცა მომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თან
Asa Aramed Mirsen Chven Mama Chveno Romeli Chatzatashina Sminda Iqam Sacheli Sheni Movedi Supeva Sheni